რაზე იყო საუბარი ემანუელ მაკრონთან, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა და რამდენჯერმე მოუბრუნდა ის თქვენთან, რა გითხრათ მაგრამ? სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსწრების გაცვლის საშუალება, ერთმანეთთან საუბრის საშუალება, ჩვენ მოვისმენთ ევროპელი ლიდერების მოსაზრეების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე მე მქონდა 30-მდე ლიდერთან გასაუბრების საშუალება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ყველა ამ თემას შევეხეთ. ასევე გვალიმაგიდის ფორმატში გქონდა გამოსვლის საშუალება, ასე ვთქვათ, გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენ შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთანაც, ისე როგორც სხვა ლიდერებთან, ჰქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას, რეგიონში ჩვენს როლს და შემდეგ. კონკრეტულად რაზე იყო საუბარი მაკრონთან? რამდენიმე სიტყვით თუ შეგიძლიათ? რობერტა მეცოლასთანაც არანაკლებ საინტერესო იყო, თუ შეიძლება რომ გითხრათ აი ეს ნაწილი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რაღაცა უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა ბუნებრივია საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას. ეს შეეხება როგორც პრეზიდენტ მაკრონს, ასევე რობერტა მეცოლას და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. ჩვენ კადრებში შევნიშნეთ ბატონო, რომ ბევრი ლიდერი მაგალითად თუ თავად გამოხატავდა ინიციატივას თქვენთან საუბრს, როგორ ფიქრობთ ამ ფონზე რითი აიხსნება ასეთი ინტერესი? იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც მოგეხსენებათ და როგორც ჩანს, მოწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა რეალურად ყველამ უნდა გააცნობიერებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის, რეგიონში ჩვენი როლი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველა ასნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან. ბატონო ირაკლი, სამიტის მიღმა სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც გვაქვს რამდენიმე შეკითხვა. პირველ რიგში მეგობარ აქტად წოდებულ დოკუმენტზე თქვენი წერილი ვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის სახელზე, ვნახეთ პარლამენტის განცხადებაც. რას ეუბნება თბილისი ასეთი გზავნილებით დასავლეთს? ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში თავიდანვე იყო დადებითი მოლოდინი, როდესაც პრეზიდენტ ტრამპი აირჩა თავის თანამდებობაზე და მოლოდინი უკავშირდებოდა იმას, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლებოდა არსებითად ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამას ჰქონდა მყარი საფუძველი და მყარი საფუძველი იყო იდეოლოგიური ღირებულებითი თანხმობა, რაც აშკარად ჩანს საჯარო განცხადებებიდან საუბარი მაქვს თანხმობაზე საქართველოსსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლების შორის. ამ თანხმობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობდა, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ ოპტიმისტური განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, Deep State-ის შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში მე მგონია, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ბატონო პრემიერო, ვიდრე თქვენ ტირანაში ევროპელ ლიდერებს ესაუბრებით, ვნახეთ კადრები, როგორ ესაუბრება გერმანიის ელჩი ბათუმში აქტივისტებს, რომლებიც აქტიურად იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა კითხვებზე პასუხს არ სცემს არც ერთი მათგანი მედიას, როდესაც გვაინტერესებს რა არის მათი საუბრების თემა. თქვენ რას ფიქრობთ, რა მიზანი შეიძლება გქონდეს დიპლომატის ასეთ აქტიურობას და აქტივისტებთან ასეთ შეხვედრებს? ბუნებრივია მათ გაუჭირდებათ იმ თემებზე საჯაროდ საუბარი, რასაც ერთმანეთში განეხილავენ. ერთი მარტივი მიზეზის გამო ეს არის პირდაპირ ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. მით უმეტეს თქვენ ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არსები, ესწრებოდა სასამართლოს ხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლო საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში. ესეც არის, რა თქმა უნდა, როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ
ბუნებრივია ყოველ ჯერზე უნდა გამოვხატოთ საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება ასეთ უხეშ შაქტებზე. ხო არ ჩიდა პოლიტიკურ საქმეებში არ აქვს ელჩს ჩარევის უფლება და მით უმეტეს არ აქვს უფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოკიდებულებაში. ბატონ ირაკლი, გერმანიის ელჩი არ იყო ერთადერთი, რომელიც სასამართლო პროცესზე ვნახეთ დღეს. აი, როდესაც საუბრობთ, რომ გექნებათ რეაქცია, რა იგულისხმება ამაში? მე გულისხმობ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საჯარო განცხადებებს და შეფასებას იმისა, რასაც ეს კონკრეტული ადამიანები აკეთებენ. ხო, კიდევ ერთხელ ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ისინი უხეშად არღვევენ არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ზოგადად სამართლებრივ კონსტიტუციურ პრინციპებს, რაც არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. დღეს ერთ-ერთი განსახილველი თემა ამ სამიძე იყო სხვათა შორის უცხოური ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არჩევნებში და ჩვენ გავაცანით ჩვენს პარტნიორებს ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. თუ ვინმეს არ მწონს მაგალითად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გარე ჩარევა, იქნება ეს არჩევნო პროცესებში თუ ზოგადად შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენ ვხედავთ იგივეს საქართველოში ოღონდ ევროპელი ბიუროკრატების და დიპლომატების მხრიდან, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. ხო, პირდაპირ ჩარევა იყო არჩევნებში, არჩევნების წინ, როგორც გახსოვთ, და ახლა ვხედავთ პირდაპირ ჩარევას არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არამედ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რაც არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. გერმანიის ელჩის თემას გავაგზავნებ ბატონ ირაკლი, მან თქვა, რომ ცუდი იდეაა კრიტიკა და ცუდად ლაპარაკი იმ ორგანიზაციაზე, რომლის წევრობასაც აპირებთო და რას უპასუხებთ? ჩვენ ყოველთვის ვართ პასუხის რეჟიმში. თქვენ იცით, რამდენიმე წლის განმავლობაში მაშინ რას დაიწყო ომი უკრაინაში, შეიცვალა დამოკიდებულება, დამკვიდრდა უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ქართული ხალხის მიმართ და მარტო ევროპარლამენტმა მიიღო 6 სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ ყალბ ინფორმაციას და დეზინფორმაციას ეფუძნებოდა. ხო, ასეთ დროს ჩვენ გვიწევს ბუნებრივია პასუხის გაცემა. ან როდესაც ჩვენ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე. ხო, მარტო ჩვენ ხო არ გვითხრეს ხელისუფლებას, ქართულ ხალხს უთხრეს 2022 წელს უარი კანდიდატის სტატუსზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სამართლობის შეფასებაც დაგჭირდა და ამის გარეშე ბუნებრივია შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი მხრიდან რეაგირება და ამის შემდეგ ჩვენ კიდევ 2 წელიწად ნახევარი პროფესორად არ გაგვიხსნეს კანდიდატის სტატუსის, შემდეგ არ გაგვიხსნეს დღემდე მოლაპარაკეები. ხო, რა თქმა უნდა, როდესაც ამ მასშტაბის უსამართლობასთან გვაქვს საქმე, ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის შეფასება, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. თუ რაიმე არის ალოგიკური და მიუღებელი, ეს არის სწორედ უსამართლო დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც სწორედ ქართული ხალხის მიერ არის არჩეული. ბატონ ირაკლი, ლევან ღამბაშიძე NGO სექტორის წარმომადგენელი არის, ასეთ რომ მას დღეს გააკეთა განცხადება, რომ მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება ხელისუფლების მიმართ ზიზღის ენის გამოხატვის. იმდენს განცხადებებზე რა პასუხი გექნება? თქვენ ერთ-ერთი მანამდე საუბრობდით, რომ მიზანმიმართულად ხდება ზიზღის კამპანიის წახალისება და დაფინანსება სწორედ ამ სექტორის მხრიდან. ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება ხოლმე, ასეთი ადამიანები, ეგრეთ წოდებული NGO-შნიგები იღებენ ხოლმე დავალებებს. მე ზუსტად ერთი დღით ადრე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გარედან ხდება საქართველოში სიძულვილის დათესვა და შესაბამისი კამპანიების წახალისება და როგორც ჩანს, იმდენად ძვირფასია დონორებისთვისაც და NGO-ბისთვისაც ეს სიძულვილის კამპანია, რომ მათ პირდაპირ დაიწყეს ამ სიძულვილის კამპანიის გამართლება. რაც არის, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია სიძულვილის ყველანაირი ფორმა. ჩვენ საზოგადოებაში არავის არ აქვს იმის მორალური უფლება, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან დათესოს სიძულვილი ადამიანებს შორის. ხო, რასაც აკეთებდა KGB 90-იანი წლების დასაწყისში, იმას აკეთებენ ახლა 30 წლის თავზე, ოღონდ სხვა მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ასეთი კამპანიების დაფინანსების საშუალებას, არ შეიძლება ჩვენ ვიღაცამ გარედან თავს მოგვახვიოს სიძულვილი საზოგადოებაში, ჩვენ პირიქით გვჭირდება ქართული საზოგადოების გაერთიანება. ბატონ ირაკლი, პატა ბურჭულაძის ინიციატივაზე მინდა გკითხოთ ტელეფონით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით სექტემბერში უნდა მოხდეს და უნდა მიიღოს მთელმა ქვეყანამ მონაწილეობა, რამდენად შეიძლება სერიოზულად იქნას ეს აკმული და ზოგადად რა გზავნილია. როგორ უყურებს ამას თავრობა? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასერიოზული. ეს სასწორგვეთილებას აჩვენებს, რომელშიც არის შავარდნილი. დღეს ოპოზიცია ოქტომბერში ჩატარდება ძალიან საინტერესო მუნიციპალური არჩევნები, ჩატარდება ელექტრონული წესით და ვისაც უნდა ყველა შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში. ერთსაც გითხავთ, გიორგი გახარიას პოსტი ვნახეთ დღეს, სადაც ის სამბარი ერთ გადალახულ პარტიას
ასე ვთქვათ, ქარდად ნიშნავს და ეკითხება, რას აპირებთ ბოიკოტის შემდეგ, ანუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ. რა გზავნილია ეს, არის თუ არა დასტური პირდაპირ იმის, რომ გახარია აპირებს მონაწილეობის მიღებას და ცდილობს, რომ თავისი ქმედება გაამართლოს, თუ რა როგორ ხსნით. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, თვის ბოლოს ის აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან და ამას ემსახურება, რა თქმა უნდა, ასეთი პოსტები. ჩვენ საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ არ მიიღონ მონაწილეობა, ასეს და ისეს თლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის განცირული მარცხისთვის 64 მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის ისე საკრებულოს არჩევნებს. ბატონო, ისევ სამიც დაუბრუნდებით დღეს ასევე ძალიან ბევრს საუბრობდნენ აქ შეკრებილი ლიდერები, ზოგადად ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარების საკითხზე და ამავდროულად მოვისმინეთ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება, რომ დაკავშირებადობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამაში სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ზოგადად ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარების ნაწილში და რა თქმა უნდა ჩვენს რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილში საქართველოს რა როლი და რა პასუხისმგებლობა აქვს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ მედიატორების როლსაც ვასრულებთ მეზობელ ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკვანძო როლი. მათ შორის ჩვენ ევროპასთან ვაკავშირებთ ჩვენს მეზობელ ორ ქვეყანას, ხო, როგორც აზერბაიჯანს, ისე სომხეთს და ასევე ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში დადებითი წვლილი შეგვაქვს რეგიონში ამ მშვიდობის გამტკიცებაში. და რა თქმა უნდა, მომავალში სწორედ ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ასევე თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომელიც სწორედ დაკავშირებადობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით, ამას ემსახურება იგივე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, სხვა პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას აუმჯობესებს, მომავალშიც აქტიურად იქნებით დაკავებული ასეთი პროექტების განხორციელებით. მადლობა.